მოგესალმებით. ой, ძალიან ძიმე წუთები მაქვს. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ხედავ ასეთ სიყვარულს ჩემი შვილის მიმართ. გლდანში, სადაც უამრავი პაციენტი და ავადმყოფი მყავს. ჩემო გლდანელებო, ჩემო ავჭალელებო, მუხიანელებო, ერთი ქალაქის ბოლოდან მეორე ქალაქის ბოლოში რომ მოდიხართ ჩემთან გასასინჯად, ესე იგი ჩემი გჯერა თქვენ და ამიტომ მოდიხარ და მე ასე თუ ისე ვამართლებ იმ თქვენ დობას. ეხლა დამიჯერეთ, ვინც მე მიცნობს, არასოდეს ჩემი შვილები არ მიქია მეგობრებთანაც კი, იმიტომ რომ ეს ჩვენ ოჯახში არ იყო ტრადიციად, მაგრამ დღეს რომ ხედავ ასეთ ბედნიერ სახეებს და ჩემ ნიკას ასე რომ ესალმებით, ასე ესიყვარულებით, მე არა მაქვს უფლება რომ არ ვაქო ჩემი შვილი, იმიტომ რომ ის ნამდვილად იმსახურებს. აქ გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ბობოქარია შეუპოვარია ძალიან ისეთი ნიკა ბავშვობიდანვე პირველი კლასიდან, მეორე კლასიდან ყოველთვის იყო სიმართლის მხარეზე. ყოველთვის ჩემი მეუღლის დედა რაჭველია და კისლაუცკიდან იყო და კისლაუცკში სახლი ჰქონდა და ბავშვები ხშირად კი არა ყოველ ზაფხულს იქ ისვენებდნენ. ნიკას მარტო არ უშვებდნენ ქუჩაში, იმიტომ რომ ნიკა იცავდა იქაც საქართველოს თავის ტოლებთან, იმიტომ რომ აუგს ვერ იტანდა და მერე მშობლები ჩემი სიდედრის კარებთან იდგნენ, რომ ეს ბიჭი რას აკეთებსო. ასეთი იყო ნიკა ყოველთვის. როდესაც მე დადგა მომენტი, რომ რა პროფესია უნდა აირჩიოს ნიკამ და ალბათ თქვენც გებადებათ ეს კითხვები ჩემს მიმართ, მშობლისათვის, რომ ასე თუ ისე ცნობილი ექიმი ვარ, რატომ შენი შვილი, რატომ შენმა შვილმა რატომ არ გააგრძელა გზა შენს მიერ გაყვავილი, ეს ხომ მისთვის ადვილი იყო. მაგრამ მერწმუნეთ ხალხო, მე 73 წლის კაცი ვარ და 46 წლის სტაჟი მაქვს კარდიოლოგიაში. მე პირადი ცხოვრება არ მქონია, იმიტომ რომ დღე და ღამე ვიყავი სამსახურში და ძალიან ძიმე ავადმყოფები მაშინ სად იყო ასეთი აპარატურა და ასეთი ოპერაციები, მაშინ გამოცდილებით ვკურნალობდით ავადმყოფებს. მოგლედ. და რატომ ვამბობ ამას? მე ვიფიქრე, ჯობია ნიკას მივცე განათლება და ნიკა მაიყვანოს თვითონ ჩემისთანა და უკეთესი ექიმი თქო. მაგრამ შოკირებული დავრჩით, როცა ნიკამ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და მაშინ, როცა ყველანი გარბოდნენ, იცით ის მომენტი და მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ნიკამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მათთან ერთ სვიტყვი კიდევ არ მალაპარაკებს, ხომ ხედავთ? ერთ სვიტყვი კიდევ, გლდანელებო, ავჭალელებო, მუხიანელებო, ენდეთ ნიკას, აირჩიეთ ნიკა და თქვენ დარწმუნდებით, რომ თქვენ ოჯახს ღირსეული მეგობარი შეემატება, რომელიც გააგრძელებს საქმეს და ამავე დროს იცით რა მიხარია? მიხარია ის ნიკა მეგობრობს
შალვა ნათელაშვილის ბიჭთან, ბექა ნათელაშვილთან, ქალბატონი ბურჯანაძის ბიჭთან, ანზორ ბიწაძესთან და მაგას აი ეს არის ხვალინდელი საქართველო ხალხნო, ხვალინდელი და გისურვებთ ყველა წარმატებებს, ენდეთ ნიკას, აირჩიეთ ნიკას.